მოგესალმებით ჩემო ძირფასებო და ჩემო კარგებო, ჩემო მშვენიერებო, მე დავბრუნდი ჩვენს ასეთ ფორმატში და დღეს მინდა შემოგთავაზოთ თქვენ ასეთი თემა, როგორი ცვლილებები იქნება თქვენს ურთიერთობაში სულ აი უახლოს მომავალში, ნუ ავიღოთ სადღაც 2-3 თვე, რა ცვლილებები წავა. პირველ რიგში რა თქმა უნდა ჩვენ გავაკეთოთ სიგნიფიკაცია, ვნახოთ ეხლა რა ხდება თქვენ წყვილში, რომ თქვენ გაიგოთ საერთოდ რა ხდება და მე უკვე განვიხილოთ, ანუ როგორი ატმოსფერო იქნება თქვენს ურთიერთობაში, ანუ თქვენ როგორ იგრძნობთ თავს, მისი ქმედებებიც ვნახოთ, გრძნობები რა იცვლება, ეს ყველაფერი განვიხილოთ დღეს ჩვენ დღევანდელ გაშლაში და რა თქმა უნდა ჩვენ დაგვეხმარება ამ სიტუაციის გაგებაში ჩვენი ბევრი სხვა ფსიქოლოგის წიგნები, ხო? იცით თქვენ, ჩემი მიდგომა და როსადმი და ვნახოთ, რას გვეტყვია. ანუ ვისთვის იქნება დღევანდელი გაშლა, გოგოს ენერგია, ბიჭის ენერგია, ეს ცოტა იმდენი სულ ყველა ითხოვს დასდები, სულ ყველა მე მინდა, მე მოგიყვები. და ამიტომ სულ ყველა იყოს აქ, იქნებ დაგჭირდებიან, ხო? ვნახოთ ეხლა რა გრძნობები და ფიქრები გაქვთ ორივეს, ვნახოთ რა ხდება თქვენს შორის ეხლა. და რა მინდა კიდე, ხო, ნუ ვკითხოთ ეხლა საერთოდ თქვენ როგორ გინდათ რომ განვითარდეს და მას როგორ უნდა ჯერ იყოს ასე და მე უკვე ვკითხოთ აქ რაღაც გაკვეთილები, ხო? გვაქვს ჩვენ. აბა ვნახოთ, გოგო, ნუ გოგოებო, ჩემო ლამაზებო, აი არის იმპერატრი იცი, თქვენ ხართ რაღაც აი ძალიან გემრიელ ენერგიაში ხარ, მიმღებ ენერგიაში ხარ, როცა ანუ ეს არის უკვე ქალური ენერგიის აბსოლუტი რა, ეს არის ძალიან მაგარი ენერგია. ნამდვილად აქ აი რა გითხრათ, რა მოიცადეთ ახლა. ესე იგი, ეხლავე გეტყვით, ნახეთ რა ხდება. თქვენ აქ ხართ როგორ სიტუაციაში აგიხსნი. აჰა, всё, გასაგებია გოგოზე ყველაფერი გასაგებია, გეტყვით, ეხლა ნახეთ. აი აქ ადამიანმა მოიპოვა თავისი თავი. ანუ ეს რას ნიშნავს? როცა ქალმა თავისი ფასი გაიგო, გაიგეთ? ანუ როცა ჩემთან მასე არ შეიძლება. ჩემთან თუ გინდა იყო, ცოტა სხვანაირად უნდა მოიქცე და თქვენ აქ ხართ განწყობილი, როგორ იცით? შეიძლება გქონდათ რამე საუბრები იმაზე, რომ თქვა დაუშვა ადამიანი არ მოქმედებდა როგორც თქვენ გინდათ, ან როგორი ენერგია მოდის, იცით? თქვენ თვითონ ამ ადამიანს ეტყობა უთხარით ყველაფერი, რაც თქვენ არ მოგწონდა ამ ურთიერთობაში და გრძნობ თავს, როგორ იცით, აი გავიღვიძე და ვთქვი ბოლოს და ბოლოს მე უთხარი ის, რაც მე მაწუხებდა. და ამით გრძნობთ თავს ძალიან კარგად. ძალიან კარგად, იმიტომ რომ თუ თქვენ დაუშვათ ისევ სხვერპლის როლში ზიხართ, როცა გეშინიათ, რომ თქვენ პარტნიორს უთხრათ ის, რას გრძნობთ თქვენ სინამდვილეში, ან даже უпростоრად როგორ გრძნობთ თქვენ თავს ურთიერთობაში, რომელიც გაქვთ ეხლა, მაშინ ეს თქვენი გაშლა არ იქნება, იმიტომ რომ აქ ქალმა ნამდვილად დაანახა ადამიანს თავისი ფასი, ნამდვილად დაელაპარაკა, ნამდვილად და აქ თითქოს როგორი მომენტი იცით, აი გაღვიძების მომენტი არის და კი ცოტა ისე ხართ, აი დაუშვათ შეიძლება განწყობა გაქვთ, აი ისეთი ენერგია რომ ნუ მე ვთქვი რა, მე ჩემი ვთქვი. მაგრამ აქ ახლა რასაც ეხება იმას, რომ აი თქვათ სამომავლოდ რა ენერგია გაქვთ, თქვენ აი აქ სრულად ხართ მინდობილი უკვე მაღალ ძალებს, იმიტომ რომ როგორ არის იცით, რომ მე რაც შემეძლო ყველაფერი გავაკეთებ, მე ყველანაირი ენერგია, ძალა, ყველაფერი აბსოლუტურად უკვე აქ მე დავდე ამ ურთიერთობაში და ამიტომ ეხლა უკვე ღმერთს მე ვენდობ და ანუ როგორც მაღალი ძალები და ასე შემდეგ როგორც გადაწყვეტილებას მიიღებენ, როგორც რაც იქნება, მე ვარ მზად მივიღო ის განაჩენი. აი, აქ ესეთი ენერგია გოგოს. ნახოთ ახლა ჩვენ ბიჭის ენერგია, ნუ დღეს რაღაც სასწაულის წვილი არის, ეროფანტი რა.
ანუ აქ იცით როგორ არის ადამიანი პრინციპში ახლა დაფიქრდა იცით მოდით აბა გავხსნი მე ახლა სულ ყველა არკანებს გოგოება აქ მოხდა რაღაცა ძალიან ძალიან საინტერესო რა აქ მოხდა როგორი სიტუაცია აქ ნამდვილად აქ ნახეთ თქვენი მხრიდან არის ორი მაღალი არკანი ეგრევე და თქვენი პარტნიორის მხარესაც ორივე იგივე პოზიციაზე არის მაღალი არკანები. ანუ აქ თითქოს ადამიანმა მიიღო რაღაცა სერიოზული გაკვეთილი. ანუ ნამდვილად რაღაცა იყო სერიოზული, იყო არის თვითონ ისეთ ენერგიაში, როცა ადამიანი ახლა ანუ ისეთ აი როგორ არის, ისეთ ამ შემთხვევაში ვეტყოდი რომ იეროფანტი არის როგორც თვითონ კი არ არის მასწავლებელი, აი თითქოს მიიღო, იმიტომ რომ აწონდა წონა ადამიანმა და მიხვდა რომ აქ უკვე აი გრძნობაზე, იცით, თითქოს ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ აქ ნახეთ სამომავლოდ არის თასების ტუზი და ამიტომ ვეტყოდი რომ აქ ადამიანმა ძალიან კარგად დაფიქრდა რა, რომ შეიძლება ყველაფერი ვაფშე დასრულდეს რა. იმიტომ რომ კი თუ აი თვითონ ძალიან სხვათა შორის აი დავის გრძნობებში სხვათა შორის შეიძლება თქვენ დაენახოთ რომ ცოტა არ იყოს ჩაიკეტა, იმიტომ რომ ანუ როგორ არის იცით აი ეს გრძნობა ნამდვილად აქ არის, მაგრამ არის სერიოზული ანალიზი რა, სერიოზული ანალიზს აკეთებს ადამიანი თავის თავში. ანუ ძალიან კარგად ხვდება რომ სხვანაირად უნდა იყოს ბალანსი აუცილებლად ურთიერთობაში და პლუს კიდე თუ მინდა რომ კომფორტი მქონდეს, აქ ბალანსი უნდა იყოს. აქ ადამიანი ფიქრობს რომ მე ან იცით თითქოს როგორი მომენტია, აი ხო გეუბნებით ანალიზი იმას ნიშნავს რომ თითქოს დამთავრდა ეს ჩემი კომფორტის ზონა, სადაც დაუშვოთ მე ვცდილობდი რომ ამეღო ის რაც მე მინდა და ეხლა უნდა იყოს სხვანაირად ყველაფერი. კი, მაგრამ შეიძლება ეს ადამიანს მაინც და მაინც არ მოეწონა, იმიტომ რომ გამოსულა კომფორტული ზონიდან, ეხლა ვის მოსწონს, ხო? ძალიან მაგარია, როცა იქ ხარ, მაგრამ ის შიში რომ შეიძლება აქ ვაფშე სულ ყველაფერი დასრულდეს, უფრო აი ამ რაღაცამ გაიგეთ სიტუაცია მისცა თითქოს ძალა, რისი ძალა მისცა. კი, აქ საშინელი იყო ეთყობა დარტყმა ადამიანისთვის თქვენგან და ეს იცით რა, აქ ნამდვილად ამ დარტყმაში კარმული დარტყმა იყო, კარმული გაკვეთილი იყო უძლიერესი. არის როგორი მომენტი, იცით? ანუ ჩვენ ყოველთვის სამყარო როგორც გინდა დაარქვით, უფალი, შემქმნელი, როგორც გინდათ, ხო? გვაძლევს ყოველთვის რაღაცა აი პატარ-პატარა მინიშნებებს, გაიგეთ? ანუ ცოტა რაღაცა შეიძლება რაღაცა საუბარი, მე რაღაცა ქმედება, მე წყენ, აი ნელ-ნელა, მაგრამ თუ ადამიანს არ ესმის, ეს ამას შეიძლება სხვათა შორის ბევრი დროც დასჭირდეს, თქვა. ეს არ არის რომ დაუშვათ ახლა ერთი დღე მოხდა, მეორე, მესამე, შეიძლება წლებით ზოგთან, ახლა მაგალითად, არის ეგეთი სიტუაცია, რომ ადამიანი, თქვა, ხარი ყველაფერს ითმენს, არაფერს არ ეუბნება, თავის გულში ინახავს, მაგრამ ადრე თუ გვიან მოხდება ის მომენტი, თუ დაუშვათ, მამაკაც არ ესმის, რაღაცა მოხდება. ან გინდათ გოგოს, არ აქვს მნიშვნელობა, ადამიანს, მოდით ასე რომ ვთქვათ, ხო? და აი აქ იყო ეთყობა ეს რაღაცა გაფრთხილებები, მაგრამ არ გაითვალისწინეს. გაიგეთ, ადამიანმა არ გაითვალისწინა და რო არ გაითვალისწინა, მოხდა ძალიან მნიშვნელოვანი დარტყმა და ამ დარტყმამ დაანახა, რომ შეიძლება მე თუ იგივენაირად მოვიქცევი, ესე იგი მე ამ ქალს დავკარგავ და აი ეს გამოიწვია რაღაცა დიდი შიში და ამასაც ვეთყოდი სხვათა შორის, კი. და კი, ანუ ეს და მაგას რო დავკარგო, რა ვქნა. და ეხლა ამიტომ ახლა ადამიანს რა თქმა უნდა გრძნობა აქვს და უნდა რომ ის სიტუაცია შეიცვალოს და თქვენ შორის ეხლა კი არის იცით როგორი მომენტი აქ არის თითქოს
ახალი ეტაპი და ჟამასაც ვეტყოდი, იცით, არის რაღაცა ახალი ეტაპი, იმიტომ რომ აი თითქოს ეხლა რო გითხრათ რომ ეხლავე კი, თქვენ აქ უკვე მართავთ ყველაფერს, მოდით ასე ვთქვა და შეიძლება ისეთი სიტუაციაც შეიქმნება, რომ თქვენ даже ვერც წარმოგიდგენიათ. კი, კი ნამდვილად. კარგით, ეს იყო სიგნიფიკაცია, თუ თქვენ ეს სიტუაცია იცანით, თუ ეს არის თქვენი სიტუაცია, მაშინ აქ ადგილი არ მეყოფა, მე ავიღებ ახლა ტაროსაკედან და უკვე აი ეს ამ დასტით გითხავთ ჩვენ, და ესე იგი ეს მე მინდა სხვა რამისთვის ჯერ მოიცადეთ. ანუ მოდით გავიგოთ ახლა აი ჩვენ ხო ვთქვით როგორ შეიძლება სიტუაცია 2-3 თვის განმავლობაში, ხო, დიდი პერიოდი არა ვიღოთ, ნახოთ. დავაკვირდეთ, რომ აი ეს გაკვეთილი რაც იყო, შევხედეთ ახლა ჩვენ როგორი ატმოსფერო იქნება თქვენს ურთიერთობაში. აი ესე მინდა რომ გავიღოთ ჩვენ. და უკვე შემდეგ ავიღოთ ესეთი კითხვები. კითხვები ავიღოთ. ანუ როგორ ეს ადამიანი დავს იმას ისავს გამოაჩენ, ანუ როგორ нет, მოქმედება არა. ანუ გამოავლენს თავს, ვოთ, გამახსენდა. ამ ურთიერთობაში. შემდეგი ვკითხოთ ჩვენ მისი გრძნობები თქვენს მიმართ. როგორ შეიცვლება, როგორ იქნება. თქვენ როგორ იგრძნობთ თავს, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, თქვენ როგორ იგრძნობთ თავს ამ ურთიერთობაში. შემდეგი რა შეიცვლება თქვენში თქვენი პარტნიორის მიმართ. ესეც ვნახოთ. მისი ქმედება ანუ იქნება ისე როგორც იყო თუ შეიცვლება, ეგაც ვნახოთ რა შეიცვლება, აი ვნახოთ ჯერ ისე იყოს და ნუ სად მიდის ეს ყველაფერი, ესეც ვკითხოთ. აი ნახეთ რა იქაც იყო ძალის არკანი, აქაც არის ძალის არკანი და მზე. აქ ძალიან მაგარი რაღაცა ცვლილებები წავა. სერიოზული. так, კაი, ნახოთ ახლა ჩვენ როგორი ატმოსფერო, როგორი, კიდე იუსტიცია. ანუ ესე იგი აქ წავიდა ძალიან მაგარი მუშაობა შემიძლია გითხრათ, ძალიან მაგარი. აქ ადამიანს არჩევანის წინ დააყენებენ. ყველა ვარიანტში, იმიტომ რომ ან შენ მიიღებ ამ ცვლილებებს, კარგად მიხვდები, ან რაღაცა დასრულდება. ყველა ვარიანტში სამყარო არის, როგორ იცით, რომ თქვენზეა დამოკიდებული. გაიგეთ, აქ არ გვეუბნება ჩვენ ნახოთ მაღალი ძალები თითქოს აძლევენ საშუალებას ან წყვილს, რომ ანუ თქვენ როგორ მოიქცევით, როგორც მოიქცევით, ისეც იქნება. ნახეთ. როგორ მიიღებთ ამ გაკვეთილებს, გაიგეთ? აი, კი, დაზუსტება აღარ მჭირდება აქ ნამდვილად. თქვენ როგორ მოიქცევით, იმიტომ რომ აქ ხალი მოითხოვს. აქ ხალი უკვე აღარ მოითმენს, იმიტომ რომ არჩევანი გააკეთა. ეს ძალა უკვე თავისი ქალური ძალა უკვე დაიჭირა თავში და всё. მე არა ვარ აქ თანახმა პატარა რაღაც ნაბიჯებს, არა. ან სიტუაცია სრულიად იცვლება, ან არა, აღარ მინდა. ნახეთ, კი ბატონო და ეს არის ახალი რაღაცა,
ამ კი წვილად მოდიხართ. აი აქ მაჩვენებენ წვილად, აი ძალიან მაგარი წინსვლა გამოსვლა არის ამ სიტუაციიდან. აქ წავა სამუშაო. აქ წავა სამუშაო, ამ ადამიანისთვის მნიშვნელოვანი ხარ, თქვენ ხართ წვილი. მაღალი ძალებისთვის ხართ წვილი, რომელმაც უნდა რაღაცა ეტაპები კიდე გაიაროს და ჩქარა წინსვლა უნდა წავიდეს, გაიგეთ? იმიტომ რომ აქ გოგო იცვლება ძალიან, იმიტომ რომ ან ყველაფერი, ან არაფერი. ნახოთ ახლა ჩვენ მაშინ, ანუ როგორი თვითონ გამოავლენს თავს. ვაიმე, ნახეთ, დაგლების ტუზე, ნუ პრინციპში აქაც უკვე რომ აჩვენეს, ხო? ნუ აქ სხვანაირად არც იქნებოდა, იმიტომ რომ აქ თითქოს როგორი მომენტი მოგცემს ყველანაირად სამყარო თქვენ იმ სიტუაციას, სადაც მართლა მოგიწევთ. აი, იცით როგორ არის? აქ არ არის ისეთი პატარა მომენტი. აქ არის უკვე აი როგორ არის აი ესე იგი ამერია ვერც ქართულად ვამბობ, ვერც რუსულად სიტყვას რა. როცა უკვე ისეთი სიტუაცია არის, რომ всё, შენ უნდა გააკეთო უკვე აქ ბოლო შანსი რა, ამოდით ასე ვთქვათ. ბოლო შანსი. იმიტომ რომ მაღალი ძალები ჩაერთენ, ან შენ ან ხვდები, რაც ხდება, აწონდაწონე, ან დასრულებთ. всё. ეს არის ბოლო გაფრთხილება. აი ეგეთი რამ. და თვითონ ეს ადამიანი ნახეთ უკვე როგორ გამოავლენს თავს ძალიან მაგრად. აი სხვანაირად, იმიტომ რომ ტუზი ეს ესეთი ენერგია, როცა უკვე მართლა ერთობიან ძალიან სერიოზულად მაღალი ძალები, ანუ ეს ესეთი ენერგია, როცა უკვე რომელსაც ადამიანი თვითონ ვერ ატარებს. გაიგეთ, აქ უკვე არის ჩარევა და პენტაკლი არის այդ მიწიერი ენერგია, მიწა და ამიტომ უფრო ანუ მატერიაში როგორ გამოვლენს ძალიან სხვანაირად. ანუ აქ არ არის, ნახეთ, აი დაუშვათ ახლა რო იყოს აქ ტუზი თასების ვეტყოდი, რომ აი თავის სიყვარულს სხვანაირად უკვე გაჩვენებს, ანუ სხვა დონეზე გადავედა. აქ არის, ნახეთ, იმენა ჩვენ ხო კი, ჩვენ სულის დონეზეც ყველაფერი კი ვიცით და ვითარდები და ასე შემდეგ, მაგრამ ჩვენ ხო დედამიწაზე ცხოვრობთ, ხო? გვაქვს რაღაცა ჩვენი მიწიერი ცხოვრება. და აი ზუსტად აი ამ მიწიერი ცხოვრებაში იქნება მატერიალურში ურთიერთობაში რაღაცა ახალი, სხვანაირად, გაიგეთ, ახალი. ნუ კაი, ნახოთ აბა ჩვენ კიდე თუ რა მეკითხები. აქ არა მაგ როგორ მაგ კითხვა ხო, როგორი შეიცვლის, ამიტომ ჯერ იყოს, მე რო დამჭირდება, კიდე დავაზუსტებ. ეხლა ნახოთ ჩვენ მისი გრძნობები თქვენს მიმართ. და ეს უნდა გავხსნა 1 წუთი და მე გეტყვით. შენ აქ ახლა რა გინდა რომ აჩვენო? გრძნობა მაჩვენე. გეტყვით ახლა აქ წავიდა ესეთი საუბარი, აგიხსნით ახლა ნახეთ. ეხლა იცით როგორ არის? აქ არის აი თითქოს ადამიანი არის გრძნობა, ანუ აქ უფრო ფიქრებს მაჩვენებენ უფრო, გაიგეთ, ხმალები ყოველთვის უფრო ფიქრები. ანუ თითქოს იცით ადამიანი უყურებს ყველა თქვენს ქცევას. თქვენ როგორც მოიქცევით, ისე გრძნობა მაჩვენე. всё. ანუ ნახეთ, აქ არის როგორი სიტუაცია, იცით, მე ვაკვირდები, შენს ხასიათს უყურებ. შენ რა ხასიათზე იქნები. იმიტომ რომ აქ უკვე გოგომ, აღიარებს ეს ადამიანი, რომ გოგო მართლა, თქვათ, მოიგო ხა ურთიერთობაში არ არის, ეს არ არის მისაღები სიტყვა ურთიერთობაში მოვიგე, ეგ არის სისულელე, მაგრამ იცი რა არის?
თუ დაუშვოთ თქვენ მართლა დიდი ხანი იყავით ჩუმად, არაფერს არ ეუბნებოდეთ, ან ეუბნებოდით შეიძლება და არ იყო არანაირი რეაგირება, არანაირი თქვი, всё, თქვი, ხო და არაფერი, ხო? აი ეგეთი რამე თუ იყო, აი აქ ახლა თქვენ რო გამოავლინეთ ეს თქვენი ხასიათი, თქვენ რო უთხარით რა არ გსიამოვნებთ, ეს არის უკვე იმიტომ აქ ნულდება ეს სიტუაცია ძალიან იმოქმედა მაგ ადამიანზე. გაიგეთ? ამიტომ თითქოს განულება მოხდა და აქ ადამიანმა თითქოს თავისი თავის შეიყვარა ამ ურთიერთობაში, იმიტომ რომ თქვენ ეთყობა ნახეთ ისეთი რაღაცების თხოვეთ, ეხლა შეხედეთ, ეხლა მე გეტყვით. საერთოდ კაცებს უფრო უყვარს ის, რაზეც ეგენი, მოდით ახლა სწორედ გამიგეთ ახლა, რაზეც ეგენი იხდიან ფულს. ანუ მატერიალურს აძლევენ, ხო? ანუ რამდენადაც დებს მამაკაცი თავის ქალში, იმდენად ძვირფასი არის ეგა. თუ დაუშვათ, კაცი არის სულ ქალის კმაყოფაზე, კი შეიძლება იღებს, აი გოგოებს აქ ეს არასწორი თვისება, მოდი სხვა სიტყვა უნდა მეთქვა, მაგრამ ახლა YouTube-ის სივრცეში ვერ ვეტყვი, რომ მე ხო უნდა დავეხმარო, მე უნდა დავუდგე გვერდში, მე ფული მივეცი, მე რამდენჯერ მივეცი ფული, მე ესეც უყიდე, მე მანქანა უყიდე, ზოგი იცის ეს რაღაცებს მეუბნებიან, რომ რეებს უკეთებენ კაცებს ფინანსურად, კი აი ჭკუიდან ვიშლები რა. და მაგ დროს უკვე ადრე თუ გვიან თქვენ თვითონ შეგეპარებათ ეჭვი. აი ხო არის ეს მომენტი, რომ დაუშვათ ახლა კაცებს სხვათა შორის, როცა ქალი, თქვა კაცი, მდიდარი კაცებისთვის რატო ძნელია, ხო, ზოგჯერ აი თქვა ნამდვილი ურთიერთობის მოპოვება, იმიტომ რომ სულ აქ იმისი ეჭვი, რომ ფულის გულისთვის ხო არ ვჭირდება, იგივე დაემართება ქალსაც, ადრე თუ გვიან ეს დედობრივი ენერგიები წავა და უკვე სხვანაირად შეხედავს და შეიძლება ეგაც კი, დაფიქრდეს, რომ მარტო ფულისთვის ხო არ მიყენებს, ამ დროს შეიძლება გრძნობდეს სიყვარულს, მაგრამ ადამიანი ისე იქცევა, ან როგორც პატარა ბავშვი და პაჟი არის საერთოდ რა ენერგია, შეიძლება იყოს ეს ზრდასრული კაცი შეიძლება იყოს ამ ენერგიაში რა, ანუ მომეცი, კიდე მომეცი, ცოტა მაქვს, მომეცი, გაიგე, ყველას გან თითქოს რაღაცას ითხოვს რა, ეს პაჟის როლი არის რა და ასეთი ვერენ ზოგი უკვე ასაკშეც ადამიანები, ხო? მithumetes თუ პატარა არის, ხო? და ამიტომ აქ თქვენ ნახეთ, როცა პენტაკლების დედოფალი, პენტაკლების მეფე, მიდიხარ წინ, განვითარება მიდის. ანუ ესე იგი ნახეთ, ეს ჩვენი პარტნიორი ხო არის ჩვენი სარკე. რასაც ჩვენ გვაქვს შიგნით, ის ადამიანი გვაჩვენებს ჩვენი პარტნიორი გარეთ, ხო? მისი ქცევები, მისი ქმედებები, ეს ყველაფერი არის დამოკიდებული იმაზე, რა დევს ჩვენ შიგნით. აიგეთ, ამიტომ ვართ სარკეები ერთმანეთის და ზოგჯერ ძალიან ძნელია რომ დაიჭირო ეს მომენტი, იმიტომ რომ შენ გონია რომ კარგი გოგო ხარ, მაგრამ ეს რატო იქცევა მასე, ხო? იმისი ბრალი ის არ არის კარგი. მაგრამ ამავე დროს ეს ღრმა თემა, ამაზე უნდა დაფიქრდე, რას მაჩვენებს ახლა. აი ერთი პატარა მაგალითს მოგიყვებით, რომ ადვილად თქვენ მიხვდეთ. ერთი იყო კლიენტი და ანუ ესე იგი მამაკაცი ყავდა საკმაოდ ფინანსურად ძალიან კარგად და კაი მდგომარეობაში და სადაც ანუ ყველაფერს ამ გოგოს აკეთებდა ფული რამე ყველაფერი აბსოლუტურად ყიდულობდა, მაგრამ სადღაც როცა ეს გოგო ეძახეს რომ აი არ მინდა ამასთან ურთიერთობა, რაღაცნაირად მაწუხებს, იმიტომ რომ ძალიან იცის და ჩემს მიმართ კი არ იყო ისეთი რომ მე მამცირებდეს, არა, მაგრამ აი რომ მივდიოდეთ რესტორანში, მივდიოდეთ თქვათ კიდე სადმე ამცირებდა თქვათ ოფიციანტებს, ამცირებდა კურიერს, რა ვიცი, ვიღაცებს და აი თითქოს ადამიანები ეზიზღებოდნენ ჩემთან, მე კი არ, აი ადამიანები და მე სულ ნერვიულობდი და აი ზუსტად მე ეს საუბრის მერე გავარკვიოთ რომ და შენ თვითონ როგორი ხარ? არა, მე ძალიან კარგი ვარ, მე ვეხმარები ადამიანებს, ფსიქოლოგთან იყო ეს. ვეხმარები რაღაცა ასე ვაკეთებ, ისე ვაკეთებ, მაგრამ რატო აკეთებ? იმიტომ რომ ეს ხალხი არის სულელი რა. აი უტვინოთ უტუცები. აჰა, ხო ხედავ.
ანუ რაც არის შენში, ის ადამიანი შენ გაჩვენებს. ყველა არის ვინ ტუტუცი და არარაობა. იმიტომ ასევე ქცევი და მე მაქვს ძალაუფლება, მე მაქვს ფული, ამიტომ მე მასე და ამიტომ შენ ეს გაწუხებს, გაიგეთ რა ხდება და ეს გაჩვენებს, რატო გეუბნებით, უსმინეთ და უყურეთ ახლა კიდევაც პარტნიორს, ხო? ეს გაჩვენებს შენ რაზე უნდა იმუშაო, რატო, აი ეს არის, გაიგეთ? აი ამიტომ არის ეს მომენტი არის აქ დრო. ეხლა თქვენ ისევ რაღაც უკვე განახლებულები მიდიხართ. მიხვდით? ვნახოთ ეხლა ჩვენ გვაქვს კიდე შემდეგი პოზიციები. თქვენ როგორი გრძნობთ ამ ურთიერთობაში? ნუ აქ არის როგორი მომენტი, თითქოს თქვენ აქ რაღაცას აქ იცის რატო ვჩერდები, იმიტომ რომ ხმალები ბევრი. ეტყობა აქ ამ პერიოდში იქნება რაღაცა პროცესი იქნება რა თქმა უნდა, ხა გონებრივით, ხო? გეტყვით ახლა. იცით როგორ არის? თქვენ აქ ეკნებით როგორ სულ აი დაკვირვება გექნებათ, იმიტომ რომ როგორ არის, იცით, ადამიანის ცვლილება რომ მიდის, აქ თქვენ ილუზიებში არ იქნებით, რაც მთავარია, იმიტომ რომ მე კი მომხრე ვარ იმისი და იმ თეორიის, რომ ადამიანები იცვლებიან იმ შემთხვევაში, როცა მაგათ ეს უნდა რომ მაგრამ ნახეთ, როცა ასეთი დაარტყმა მოხდება, როგორც აი აქ გვაჩვენეს ჩვენ, ხო? და კარმული ასეთი დაარტყმა. კი, რა თქმა უნდა, ადამიანში დაიბადა შიში და ეხლა ის იფიქრებს ყველა ვარიანტში მაქსიმალურად, რა გავაკეთო მე, რომ თქვა, რა დავკარგო ეს ქალი და ამიტომ, ეცდება, რა თქმა უნდა, რომ უკვე თქვა, კარგი როლი ითამაშოს, კარგი ბიჭის როლი, მოდით ასე დავარქვათ, ხო? მაგრამ აქ რა არის მთავარი, იცით, გოგოს უკვე არა აქვს ის მე ყველაფერს ვხედავ. მე სიყვარულსაც ვხედავ, მაგრამ აი უფრო როგორ ახართ ეჭვის თვალით უყურებთ, გაიგეთ? იმიტომ რომ იმდენად მწარე იყო ეს გაკვეთილი, იმდენად თქვენ ანუ უკვე აღარ უყურებთ იმ თვალით, აი ხო არის ზოგჯერ მაგალითად თქვა იჩხუბეს, მე მოვიდა ეს თქვა პარტნიორი დაბრუნდა და აოს დაფრენავენ სულ ყველა და არიკა და რა კარგია შეიცვალა რა მაგარია. და გადის თქვა რაღაცა პერიოდი და ისე დაიწყო, ხო? ახლა ამას რა თქმა უნდა ბევრი მიზეზები აქვს, მაგრამ ჩვენ ახლა ამაზე არ გავჩერდებით. უბრალოდ იმას გეუბნებით, რომ აქ თქვენ თითქოს იმდენად მწარე იყო თქვენთვის ის რაღაც მომენტები და გაკვეთილი და იმდენად ძალა დაგჭირდათ თქვენ რომ მოგეგროვებიათ ეს ძალა იმისთვის რომ თქვენ გეთქვათ ყველაფერი რაც თქვენ არ მოგწონთ რომ თქვენ უკვე ილუზიებში აღარ ჩავარდებით, გაიგეთ? თქვენ უბრალოდ დააკვირდებით. იმიტომ რომ ილუზიებში აღარ ჩავარდები რა, აი ეს იქნება და კი, ნამდვილად თქვენ ამ ცვლილებებს დაინახავთ, სულ იუსტიცია არის. ნახეთ, აქ ახლა მუშაობს კანონი. აი, მაგრად ჩაერთო კარმული კანონი. ნახეთ, აქ იცით როგორი სიტუაცია არის? ანუ, როცა მიზეზ შედეგებიანი ის რო კანონი ხო მე მგონი, ანუ შეიცვალა სიტუაცია, ნახეთ, შეიცვალა და ეხლა უკვე მოუბრუნდა თქვენს პარტნიორს. გაიგეთ რა ხდება? მართალი ვარ, კი. იმიტომ რომ დიდი ხანი არაფერი არ ხდებოდა, ეს პერიოდი დასრულდა გოგოსთვის, იმიტომ რომ გოგომ გაბედა, თქვა ის, რასაც ფიქრობდა და ამიტომ მაგან მოიპოვა რაღაცა ჯილდოსავი თავისი ვარსკვლავი მოიპოვა. ანუ ჩვენ გვაჩვენეს, აქ იყო იმპერატრიცა, ეგრევე გვაჩვენეს, ხო? მაგრამ აი მოვიპოვე ძალა, მოვიპოვე ჩემი, მე მოვიპოვე ჩემი, ანუ თითქოს ეს იყო მისთვის აი რაღაცა სასწაული, გეუბნებით, კი. აქ მოერია მიჯაჭვულება, მოერია ყველაფერი, თქვენ ხარ აი გამოუჯამრთელდი. გაიგეთ, აი ეგეთი მომენტია, გამოუჯამრთელდი, თვალები გავახილე, აი ეგეთი რაღაცა არის აქ რა.
კარგით, აბა კიდევ ესე იგი, მივხვდეთ თქვენ, ხო? თქვენ როგორ იქნებით, თქვენ როგორ იგრძნობთ მაგის მიმართ თავს, რომ უკვე აღარ შეხედავთ თქვენ, არა, აღარ შეხედავთ თქვენ უკვე მაგას ისე როგორც იყო, ანუ არ მისცემთ საშუალებას, რომ უხეშად დაგელაპარაკოს, ან მოიქცეს რაღაცნაირად, უკვე თქვენ ისეთი ენერგია გაქვთ, რომ სტოპ. ჩემთან მასე არ შეიძლება. გაიგეთ? აი ეგეთი ენერგია არის რა. კი. და აი ეს არის, რომ თქვენ თვითონაც იგრძნობთ, რომ უფრო სხვანაირად დაფიქრებული, აი სხვანაირი თითქოს მოდის აქ განსხვავებული დამოკიდებულება. ვნახოთ, ესე იგი შეხოთაშორის აქეთ როგორი მომენტი იქნება, თითქოს თქვენს, ანუ აქ კიდე აი ნახეთ მეორე დასტა პენტაკლების დედოფალი, პენტაკლების მეფე. მნიშვნელოვანი წყვილი ხარ, ძალიან მნიშვნელოვანი წყვილი ხარ და იმენა ეს არის როგორი თემა, ეს კარმული მიწიერი. всё. ანუ ხო არის თქვა, აი ხლა რო იყოს უფრო მეტი თასების, უფრო მეტყოდეს შეიძლება სულის დონეზე მიდის, მაგრამ ეხლა თქვენ თითქოს უკვე სულის დონეზე იყო მომენტები, მაგრამ ეს როგორი თემა, ისეთ ეხლა ადამიანი რო იქცევა ისე როგორც შენ არ გინდა შენი წინააღმდეგები გულში, მაგრამ ვერ ეუბნები, კი ბატონო, ეს არის სულის დონეზე მიდის რაღაცა და ამიტომ ვერ მივდივარ, ვერ იმაშვები თქვა ურთიერთობიდან რაღაცა მაჩერებს, ხო? ვერ მივდივარ, რატომ? იმიტომ რომ ხედავ რომ არ არის ისე როგორც მე მინდა, მაგრამ ვერ ვეუბნები, იმიტომ რომ რო ვუთხრა, ვიცი რომ იქნება ჭუბი ომი დასრულდება, მე ისე მე უნდა ვინერვიულო, ამიტომ ზოგჯერ ჩერდები. მაგრამ შეიძლება სხვა და სხვა მაინც გაკვეთილებს ჯერ ამეთაც გადეხარ. ეხლა უკვე თითქოს სულების დონეზე კი ბატონო, შენ გაიარე იქ რაღაცა, მაგრამ ეხლა უკვე მიწიერი კარმული წავიდა რა, ანუ უკვე აქცევი დამიმტკიცე უკვე, თუ არა და, იმიტომ რომ აქ უკვე გოგომ ხმა მოიღო, გაიგეთ, თუ არა და არ მინდა, მორჩა, მე აღარა ვარ უკვე მიჯაჭული შენზე, всё. იმიტომ რომ ეს თითქოს აი ან იქნება უკვე სრულყოფილი ურთიერთობა, ხო? ან არა. თითქოს ძალაა გოგოს, მოიფკრიპა ძალა. და ამიტომ არის აი ეს გაკვეთილები მიდის, აქ გოგომ აჩვენა უკვე თავისი თავი, ის რაც მე არ მომწონს, შენაირჩი მიმიღებ, ისეც როგორ ვარ, ხო, დაგანახე აი შენს მიმართ როგორი ვარ, ასეთი, ისეთი, ხო, დაგანახე, ეხლა შენ დამანახე რა. ანუ შეიცვლები თუ არა და არა. აი ეგეთი თემა. კი, მიყვარხარ, კი, მაგრამ ანუ ყველაზე კარგი მომენტი როგორ არის იცით, როცა მე ძალიან მიყვარხარ, მაგრამ მე უშენადოც, ანუ შენს გარეშეც ვიცხოვრობ, აი ეს უკვე როცა მიდიხარ რაღაცა სიყვარულის აბსოლუტამდე, ხო? ანუ როცა არა გაქვს, ცუდად ვარ შენს გარეშე მოვკოდები. ეს არის კარმული, იმენა აი სულის დონეზე ასე რომ დაგიჭირეს და всё, წავიდე რა. აი როცა შენ ადამიანი გიყვარს, მაგრამ რომ აღარა გაქვს უკვე ეს შიში, რომ მე რომ ამას გავუშვებ, მე რომ დავუშვებ ამას დავშორდები, უკვე ის წერიკებში აღარ ჩავარდები. გაიგეთ, ანუ აი მე მგონი, ვცდილობ დაწერეთ რა კომენტარებში, რამდენად აი ეს გაიგეთ ეს მომენტი, რამდენად მე თქვენ ეს აგიხსენეთ, იმიტომ რომ მე ვცდილობ მაქსიმალურად, რომ აი ეს იმ გრძნობაში თქვენ ჩაქვსვათ, რომ აი გაიგოთ, რასაც მინდა გითხრათ. და აიმიტომ რომ წყვილად მოდიხარ და თქვენ ნამდვილად უკვე აქ იგრძნობთ თავს, როგორ იცით, კი. რომ ეს არის უკვე მაგან რაღაცა დაპასუხისმგებლობას იღებს, სხვანაირი დონის ურთიერთობა წავა. იმიტომ რომ ეშმაკის შეცვალა იეროფანტმა. კარგით, ნახოთ მისი ქმედებებიც რა, იქნება ისე თუ შეიცვლება. ქმედება.
ეს მოგომაჩვენებს რა გამოიწვევს, მაგრამ ქმედება, ახლა გეტყვით. აქ იცით როგორი სიტუაცია, ნახეთ, ესე იგი, ეს ადამიანი ქმედებაზე ხო ვიკითხები, ანუ აქ იმ ხელა გოგოებო რა არის, აი ეს საუბარი, რომელიც თქვენ გქონდათ, იცოდეთ, ეს თქვენი აქ არის ძალიან სერიოზული სიტუაცია იყო. იმიტომ რომ ადამიანმა მიიღო ძალიან დიდი გეუბნებით, დარტყმა. ადამიანმა ნახეთ, აი ამ რაღაცით, რამ სიტუაციებით, იმიტომ ნახეთ, აქ არის 4-იანი, აქ არის 3-იანი, დამაბრუნეს, დამშვიდდი და ამიტომ უკვე ვიცი რომ უნდა განულდეს სიტუაცია, უნდა ვიმოქმედო, იმიტომ რომ მიყვარს, მიხვდე. იმიტომ რომ აქ იცით რა არის, უცბად იმ დარტყმამ რა, რომელიც მოხდა საუბარი, სიტყვა, არ ვიცი, თქვენი ქცევა რაღაცა. აი თითქოს აჩვენა მაგას, რას ნიშნავს. ანუ მისი ცხოვრება თითქოს დასრულდა, იმიტომ რომ ანუ რო წარმოიდგინე რომ ამას დავკარგავ. ეს როგორ არის, იცით, აი როგორ გითხრათ, კარგად რო აგიხსნათ, როცა ადამიანი აი თითქოს დავცარიელდე. რომ მიხვდე რომ всё მორჩე, იცით რა, შეიძლება თვითონ გააკეთა რაღაცა სულელური საქციელი და ადგა და გავარდა, გაბრაზდა და თქვათ კარები დააბრახუნა და წავიდა, მე უცბად დაფიქრდა ეს რა სისულელი გავაკეთე, რაღაცა თქვენმა ერთმა სიტყვამ, ანუ თქვათ იყო მშვიდად ყველაფერი, სიმშვიდე იყო, არაფერი არ იყო ისეთი უცბად რაღაცა სიტყვა თქვით, ამ სიტყვამ გამოიწვია ამაში გაბრაზება, უცბად აფეთქდა. შეიძლება მე даже უცბად გავიდა, ან წავიდა, ან თქვათ, გააჩნია სად არის აქ მანძილზე ყავთ ეს ადამიანი თუ გვერდით ყავთ. არა აქვს მნიშვნელობა, მე აქ ენერგიებს გეუბნებით, იმიტომ რომ საჯარო ეს გაშლა. დაფიქრდა. ეს რა გავაკეთე? ეს რა გავაკეთე, რა სისულელი გავაკეთე? ამ სიყვარულის გარეშე მე არ შემიძლია. მე კარგად ვგრძნობ იქ თავს. და აი ეხლა ქმედებაზე ვეკითხებით, რომ აი ეს იყო იმდენად ჭკვიანური საქციელი გოგოსგან, იმდენად ჭკვიანური, რომ ამან მისცა ბიძგე იმისი, რომ всё მას არ შეიძლება. არ შეიძლება, იმიტომ რომ მე რო არ ვიმოქმედო, ანუ მე მომიწევს წასვლა. მე თუ არ ჩავდებ ამ ურთიერთობაში, ის რაც უნდა ჩავდო, არაფერი არ იქნება აქ აი всё დავკარგავ ყველაფერს რა. თუ მე მარტო ჩემ თავზე ვიფიქრებ, იმიტომ რომ ამას ვკარგავ და მე არ მინდა ამის დაკარგვა, იმიტომ რომ მის გარეშე ცუდად ვარ, ამიტომ მე მივდივარ უკვე აქ ხა საკმაოდ დიდი ნაბიჯები იქნება გოგოება ვიღაცას მართლა შეიძლება ადამიანი თქვათ თუ დაუშვათ ეს ეხებოდა აი თუ ქმარია დაბრუნებაცაც არის გოგოება დაბრუნდება იმიტომ რომ შეიძლება რაღაც ისეთი მოხდეს რომ პენტაკლების მაინც ახლა ეს ან წყვილი რომელიც აი მიწიერ გზას გადის ერთად და ანუ შეიძლება არ იყოს ცოლ-ქმარი, მაგრამ თუ ცოლ-ქმარი ხარ, თუ ეჭველი თქვენი თემა არის რა. იმიტომ რომ აქ დაგაყენებენ მაგ შემთხვევაში ან განკორწინებაზე, ან დაფიქრდე. გაიგეთ? და ამიტომ არის ეგეთი სიტუაცია რა. და აი აქ უკვე მიდის ქმედება მისი კი, იმიტომ რომ მაგან ვერ წავიდა, მაგას აი იცით როგორია ეს ადამიანი ხვდება რომ მე ყველანაირად მომეცეს შანსი, იმიტომ რომ აქ მოხდა ეთყობა დაბრუნება ისევ, ან მოხდება და აქ ადამიანი ძალიან კარგად ხედავს რომ ეს მომცეს კიდე შანსი. მე თუ ეს შანსი არ მივიღე, მე არ ვიქნები ბედნიერი. ეს გახსოვთ იყო 10-იანი თქვენს გვერდით იყო 10-იანი ხმალების. ეს ზუსტად ეს როცა თქვენ უკვე მიენდეთ უფალს და აი აქაც ესეც ძალიან კარგად იცის რომ მე თუ არ წავალ ეს არის ბოლო შანსი, მაგრამ იმიტომ და უნდა ეს ბედნიერება. კი, აქ ურთიერთობა იქნება. კი ბატონო, სიყვარული. კი, აქ თითქოს სხვანაირად იქნება, ყველანაირად, აი ყველაფერი გაიხსნება, ხო? თუ და აქ ისეთ როგორ არის, რაღაცა
სხვათა შორის გოგოებო, თუ ვინმე ყურუმი ხართ, ან ფსიქოლოგი, ან ეზოტერიკოსი, ხო, ჩემი კოლეგები, თქვენ ნახეთ დააკვირდეთ ეს სიტუაცია თქვენში გახსნის რაღაც ახალი ცოდნას და დიდი წინსვლა გექნებათ ამ სიტუაციის მერე. ძალიან დიდი წინსვლა გექნებათ. და წყვილშიც იქნება აქ მიდიან ადამიანები იმენა რაღაც აი თუ რამე საიდუმლოები გქონდათ, თუ რამე გაუგებრობები გქონდათ, თუ რამე ბლოკები გქონდათ, თუ რამე თვირთი გქონდათ, აი თითქოს თქვენ ეს წავა თქვენი ურთიერთობიდან, აქ აჩვენებენ მე როცა სად მიდის ეს ყველაფერი, ურთიერთობა გაგრძელება, მაგრამ აქ ბალანსი იქნება დაცული. კი, აქ დიდი ტრანსფორმაცია მოვა, სულიერი ტრანსფორმაცია მოვა, ამ წყვილში იქნება როგორი მომენტი, მაღალი ძალები დადგნენ, რომ აქ ახალი როგორც იყო, უკვე არ იქნება. აქ ადამიანებმა უნდა გაიარეს სულიერი ტრანსფორმაცია ძალიან და სადმიდიან. კი, გამოდიან კრიზისული სიტუაციიდან, გამოსვლა არის აქ, გამოსვლა და ახალი კი, ახალი პერიოდი იწყება თქვენს ურთიერთობაში, ახალი, იმიტომ რომ აქ თქვენ სწორ არჩევანს გააკეთებთ. კი, აქ სიყვარული გაემარჯვებს. ნუ დააკვირდეთ, ჩემო ლამაზებო, გზა არ არის აქ ადვილი, ტრანსფორმაციებს გაევლით, ეს 2-3 თვე იქნება თქვენთვის ძალიან ესეთი მნიშვნელოვანი. შემიძლია გითხრათ, რომ ნამდვილად არ იქნება ის, როგორც იყო, არა. აქ შევა ორნაირი ტრანსფორმაცია, უეჭველი, даже სამნაირი ტრანსფორმაცია, მაგრამ აქ იცით რა, თითქოს განახლებული სიყვარულის ძალა გაიზრდება, სხვანაირი იქნება. ნუ დააკვირდეთ რა თქმა უნდა მომწერეთ ახლა კომენტარებში რამდენად რეზონირდა, რამდენად თქვენია, რამდენად იყო თქვენთვის ეს გაშლა. მეც მაგით ხვდები, რომ ჩემი აუდიტორია ახლა რა დონეს, იმიტომ რომ მე ვხედავ, რომ ჩემი აუდიტორია აი უფრო იზრდება და სხვა დონის აუდიტორია მყავს და მომწონს თქვენთვის ასეთი ღრმა გარჩევები, ჩემო ლამაზებო. რა თქმა უნდა, ახლა პირადი არ არის, მაგრამ ახლა პირადში ჩვენ მატრიცასაც ჩავრევდეთ და გავიგებდეთ უფრო მეტ ინფორმაციას, მატრიცა თუ არ არის, არიცით რა არის აქ ვიდეო მიდევს. ამ YouTube არხზე შეგიძლიათ ნახოთ. თუ არა და მომწერეთ, ჩაგიგდებთ ამ ვიდეოს პირადში და ნახავთ. გაკოცეთ, ბევრი მიყვარხარ ძალიან, მადლობა რომ ვიყავით ჩემთან, ბედნიერებას გესურვებთ.